26-მდე ვეღარ ვითმენ. მაგრამ ერთის მავშვიდებს, რომ სამის დარბის წონას იკრებს და ტყეებშია იქამდე მე ვერანდაზე ვერთობინი, ჩემთვის ვსვავ, ჭამ, არ მადარდებს. უბრალოდ იმედია მალე მოვა ეს 26, ამასაც გავთიშავ, ჩემ კამერას გადავიკიდებ. საერთოდ ყველა მეცის რომ მე სპორტული ცხოვრებით არ ვცხოვრობ, ისე დიდად ვარჯიშებში თავს არ ვაკრავ. მშობლებრივ ესე სულ ერთობენ, სულ მეგობრებთან ერთად კლუბებში, რესტორნებში. სულ სმაში, იმაში, მაგრამ ეს მეტოქეებზე რავი რა გითხრათ. რაც უნდა თავი აკრანი, ვარჯიშობ, ჩემთან არანაირი აზრი არ აქვს. და მე ვამტკიცებ, რომ ესე მშობლებრივ ქუჩის მოჩხუბარსაც თუ ოცნება და მისთან დაისახავს რაიმეს, შეუძლია გააკეთოს. სულ არ საერთოდ გადავწყვიტე მე გამასრინგზე ჩხუბი. არანაირი ისეთი გამოცდილება მე არ მქონია ეს ქუჩაში და ბარებში ჩხუბის გარდა, მაგრამ უბრალოდ მიზანი დავისახე, ცოტა ვარჯიში დავიწყე და შედეგიც სახეზეა. უკვე ფინალში ვარ. მალე კამერასაც გადავიკიდებ და ესე თქვენი პროფესიონალი მებრძოლები, რომლებიც ესე რიგრიგობით დავაძინე, კიდე შევმატებ ერთ-ერთის თავსაც. სრავა დაიკერი წონა. უკვე ბევრჯერ ვახსენე, რომ რაც არ მიჭის ფულია, სხვა მებრძოლებისგან განსხვავებით, მაგრამ ამ საღამოს 26-ში მე მაინც უნდადრია ბონუსებს, რომელიც გაასამაგა გამამ. ნოკაუტის ბონუსი ჩემ ჯიბეში წამოვა, როგორც წინაზე. ეხლა ჩემ სახლში ვიმყოფებით, სადაც მე ვაპირებ აგერ ჩემი ვერანდაზე დარბაზის გაკეთებას და მაგ დარბაზს გავაკეთებ და უფრო უკეთეს ვარჯიშს დავიწყებ. მე უკვე ეს თქვენი სრავა და ბიჭები კი არა, ვიღაც ევროპის და მსოფლიო ჩემპიონები თუ არ ჩამოვიყვანეთ, უკვე აზრი აღარ ექნება, იმიტომ პირველ რაუნდში ყველას დავაძინებ. მე რომ სერიოზული ვარჯიშს დავიწყებ, ჩათვალე, ერთ-ერთზე მე აღარ გავა. ორივე მეტოქეთ თუ არ დამიყენეთ რინგზე. მაგაზეც არ არის პრობლემა. უფრო მეტად ამ ბრძოლისთვის, იმიტომ ვეღარ ვითმენ, რომ დასასვენებლად მინდა წასვლა. და ამ სრავას გამო ვარ თბილისში დარჩენილი და ვარჯიშობ. აი ახლა იმედი მალე მოახლოვდება ეს 26 მალე მოვა, რომ გავთიშო და წავიდე დავისვენო საბოლოოდ რა, თორე დავიწვი ამ სისხლში რა. სამის დარბის ხე მე მაინც გვერდები, მაგრამ იმედია მალე გავთიშავ და წავალ რა. ჩემ ეზოში რომ შემოხვართ, პირველი ჩემ ორბოკეს დაინახავთ. მესამეს კი სრავასთან ჩხუბის მერე დავაყენებ. ეხლა კი წავიდეთ ჩემ ბიზნესაც განახებთ, საოჯახო ბიზნესს. მოიწყო რომელი წავიდე ეხლა, მოდი ცხელი და თეთრი წავიდეთ. მოგეხსენებათ 26 ივლისს სტარტდება გამა, სადაც ვიღებ მონაწილეობას მე, ნიკა ბოკელაოძის წინააღმდეგ შიშველი მუშტებზე. მოგეხსენებათ კამარი მე მაქვს 93 კილო კატეგორიაში, აგვისტოში მოვიპოვე ეს კამარი, მის შემდეგ ძალიან დიდი დრო გავიდა, რაც არ მიჩხუბია, მონატრებული ვარ ესე რომ ვთქვათ, რინგს. მარტო სპარინგობდი რაღაც ეგეთი ისინი მანამდე ვაფშე ჩხუბია ბრძოლა არ ჩამიტარებია, ამიტომ ძალიან დიდი мотиваციაა ეს ჩემთვის. მოგეხსენებათ წინა თვეში უნდა მეჩხუბა ლაშასთან, სამწუხაროდ ლაშამ ტრავმა მიიღო და მაგის გამო ჩაიშალა ჩვენი ორთა ბრძოლა. შემდეგ გამოჩნდა ნიკოლოზ გრეიზი ბოკელაოძესთან ჩემი თავარი პლუსი აქვს გამოცდილება. მოგეხსენებათ წინა თვეში უნდა მებრძოლა აირონ ლაშასთან ისევ რევანში. მაგრამ რავი ლაშამ მოიმიზა მუხლის ტრავმა, ჩემი აზრით წონის კლება იყო მაგის მინუსი რა, წონა ვერ დაიკლო და მაგიტომ ჩაიხსნა ბრძოლას. შემდეგ ნიკოლოზ გრეიზ ბოკელაოძე და გიორგი კიმაძე შეხვდნენ ერთმანეთს, მაგათ შორის გამარჯვებული უნდა შეხვედრილიყო ჩვენოში გამარჯვებული რა, ლაშა რო ჩამიხსნა, ავტომატურად მეც გადავედი რა და ნიკოლოზთან მიწევსახლის შიშველი მუშტებზე ბრძოლა. ჩემთვის ახალი ხილი არ არის ეს შიშველი მუშტები, აქამდეც ნაბრძოლი მაქვს სამჯერ და სამივე წარმატებით დავამთავრე ეს ბრძოლები. ეხლა უკეთეს ფორმაში ვარ და ამიტომ ყველაფერთვის მზად ვარ. რავი, ნიკოლოზ კიდე უსურვებ, რავი, გამძლეობას რა, იმიტომ რომ ჩემთან ვერაფერს ვერ გახდები, მაგის ქვის მუშტები, რავი, როგორც თვითონ მეძახის, აი ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს მაგის ეს ძლიერი დარტყმები რა. აი როლეშასთანაც ეგრე ეგონა ბევრს, რომ ძლიერი დარტყმები აქვს ესეო, მაგრამ სამწუხაროდ დამარცხდა მესამე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით და სავარაუდოდ ნიკოლოზ უფრო მალე მოვამთავრებ, დარწმუნებული ვარ მაგაში რა, ისეთი კემპი გავიარე და ისეთ მაგარ ბიჭებთან მემზადებოდი, რომ აი სხვანაირად არც არ მოვიდგენ იმას, რომ დავასრულო ბრძოლა რა, სიტყვაზე დამარცხებით ან რაღაცა რა. მე ვფიქრობ, რომ ვადაზე ადრე დავამთავრებ ჩემ ბრძოლას რა. როგორც ხენა. აგერ მოვიდით ნირომორშიც. ეხლა ვიმყოფებით ნირომორის მთავარ შესასვლელთან, სადაც ჩემი მაღაზია იმყოფება. წამომზანით. აი ჩვენ მოვიდით ჩემი მაღაზიასთან ნირომორში. ჩანთების მაღაზია არის ეს ჩემი მშობლები, მამაჩემი და დედაჩემი, ვისთანაც მუშაობ ჩვენ საოჯახო ბიზნესში. და აქ ჩემი გულ შემატკივრება, აქ რომ მოხვართ, ჩემი პრომოკოდი ბოკეთი
რომლითაც გამას პირეთებზე და გამატივებზე იღებთ 10% ფასდაკრებას, შეგიძლიათ აქაც გამოიყენოთ და მიიღოთ 10% ფასდაკრება ნებისმიერ ჩანთაზე. ნიკაზე ორი სიტყვით ვიტყვი, რომ თავიდანვე მებრძოლი დაიბადა. ჯერ ბაღში ჩხუბობდა, მერე სკოლაში ჩხუბობდა, გაიზარდა და ქუჩაში ჩხუბობდა, ბარებში ჩხუბობდა და მე უთხარი შვილო, მიდი და რინგზე იჩხუბე, იქნე მიაღწიო რამეს თქო და დამიჯერა და ფინალშია ქამარზე ბრძოლობს ახლა რა მამაინა ცვალოს და იმედი გვაქვს რომ გაგვახარებს და ბოკელავაძე ჩემპიონი გახდება და ვიხილავთ ჩემპიონს. ეს მოვედით მოუკლაფში, სადაც მიმდინარეობს ჩემი მომზადება ძალიან კარგად. ერთადერთი ჩემი პრობლემაა წონის კლება. სადღაც 2-3 კილომდე გადამჭდა დასაკლები, ძალიან მაგარ ფორმაში ვარ. მემზადები გენადი ჟორჟოლიანთან. აქამდეც გავიარე ძალიან კარგი მომზადება ჩემპიონთა აკადემიაში, ასევე კლუბ ჯიქში გავიარე. მაგ ბიჭებს ძალიან დიდი მადლობა. ეხლა კიდე ბოლო კვირა მოვედი მოუკლაფში და მემზადები გენადი ჟორჟოლიანთან, სადაც ძალიან მაგარ კემპს გავდივარ. ერთადერთი არის ჩემი პრობლემა წონა, სადაც რავი 2-3 კილო გადარჩენილი, მეტი არაფერი რა. დანარჩენი ყველაფერი იდეალურად არის, ტრავმები რაღაც არაფერი ვაფშე. სლავა არის ძალიან მაგარ ფორმაში, ძალიან კარგი კემპი გაიარა, ყველაზე მთავარი რომ იცოდეთ ბიჭო არის კემპი, იმიტომ რომ ჩვენთვის ბრძოლა ადვილია, ყველაზე ძნელი არის მოსამზადებელი პერიოდი. ჩემი პროგნოზი როგორც მისი სპარინგ პარტნიორი იქნება ან მეორე რაუნდი, ბოლომდე არ მევა ბრძოლა და აუცილებლად გავიმარჯვებთ, დავამტკიცებთ იმას, რომ შრომა ყოველთვის ამართლებს შედეგს. ასევე მინდა შევეხო იმას ოპონენტს, ძალიან ძლიერი ბიჭია, მაგრამ სამწუხაროდ არ არის ტექნიკური, რასაც ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ და დაიმახსოვრეთ ის, რომ ამ სპორტში უფრო ქუჩური ბრძოლა მიდის და არა ბოქსი და რა თქმა უნდა, სლავა ემზადება ახლა იმენა ქუჩურ ბრძოლაში, რაც იქნება გადამწყვეტი ამ ბრძოლისთვის და არა მარტო ამ ბრძოლისთვის, სხვა ბრძოლებისთვის. დაიმახსოვრეთ, რომ გამა არის ქუჩური ბრძოლა და არა ბოქსი. მოგეხსენებათ ჩემი მოწინააღმდეგე არის ნიკა ბოკელავაძე, როგორც თვითონ ეძახის თავისთავად გრეიზი. მაგრამ ეგ ჩემთვის მარტო სიტყვებია, მეტი არაფერი. ეგ ცდილობს რომ წყობიდან გამოიყვანოს თავის მოწინააღმდეგეების სიტყვებით და რაღაცებით, მაგრამ ვერაფერი ვერ შეძლო. პირიქით პრესკონფერენციაზე გამოჩნდა, გამოვიდა წყობიდან. ამიტომ 26-ში მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მაგის წარმატებული სერია დავასრულო და ერთიანი ჩავწერო მაგის რეიტინგი. შემოსთვის კიდე ყველაფერს გავაკეთებ. ძალიან მაგარი კემპი გავიარე, კიდევ ერთხელ გიმეორებთ. ამიტომ მზად ვარ 26 ივლისისთვის რა. თან შიშველ მუშტებზე ბრძოლა. ჩემთვის არანაირი პრობლემას არ წარმოადგენს შიშველ მუშტებზე ბრძოლა. აქამდე ბერძელი მიბრძოლია და წარმატებით დამისრულებია ეგ ბრძოლების და ეხლაც კიდე დარწმუნებული ვარ ჩემ თავში, რომ ამ ბრძოლასაც წარმატებით დავასრულებ. ნიკას კიდე ვეტყვი, რომ აი ჩემნაირი მოწინააღმდეგე არ შეხვედრია რა. შეიძლება შეხვდა, მაგრამ თავის ბრძოლაში აყვნენ ყველა და მე კიდე ჩემ ბრძოლას წავიყვან, რა თქმა უნდა, 26 ივლისს. ეხლა ჩვენ ვიყოფებით Mumble Fitness-ში. სადაც მოვედი სავარჯიშოდ. ეხლა ეგეთი დარხენილი ცხოვრება არ მაქვს, 1-2 კილოს დაკრება მიწევს. ცოტას გუშასაც ვივარჯიშებ და უფრო მეტად სირბილზე, რომ ვიცი რა რინგზე გამექცევა. და უნდა დავიჭირო, სხვა გზა არ არის. მაგალი იყო. ისეთ მაგარ ფორმაში ვარ, რომ აქამდე არ ყოფილი ისეთი. სრავას შემნარი მეტოქი ჯერ არ ყოლია. ბევრი რაშას და სრავას ბრძოლას იხსნებს ჩვენ მატჩთან, მაგრამ რაშაზე ბევრად მაგარ ფორმაში ვარ. სრავა კარგი ფორმაშია, როგორც თვითონ ეძახის. ჩემზე ბევრად მეტი გამოცდილება აქვს, მაგრამ გაითიშება პირველივეში. იმიტომ რომ არ მგონია მან ჩემ ხასიათს შემუშტებს გაუძლოს. პირველივე წავეს მე რინგის შუაში შევა. ან დამედგება, ან გაიქცევა. გაიქცევა, გავიკიდებ და სადაც დავიჭერი გავთიშო. ხახს ისიც ავიწყდება უკვე, რომ მე წერს უკვე
3 ბრძოლა ჩავატარე და 3 ნოკაუტით მოვიდი, ხოლო სლავას უკვე თითქმის 1 წელია რაც გამასწინგზე კიდე ნიგზი არ უჩხუბია. არ ვიცი, მას რის იმედები აქვს ჩემთან, მაგრამ მე მას იმედებს გავუცრუე. მე რა სიტყვას ვქვი გამაზე? ყველა ჩემი სიტყვა ავასრულე, ერთი დამჭა, რომელსაც შაბათს ავასრულე. მაგ ამარს მე აგერ გადავიკიდებ, მაგას ნახავთ.